დღის აქტუალური თემა. განვაგრძოთ რადიომედის დღის არხის ფორმატში მუშაობას და რადიომედის სტუდიაში ჩვენ ანალიტიკოს ბატონ დავით ქართულიშვილს მოსმენლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ დავით, გთავაზობთ საგარეო არსებული პოლიტიკური სურათი მიმოვიხილოთ და შემდეგ უკვე ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოცემულობაზე ვისაუბროთ. ჩვენ ვაკვირდებით ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო და საგულისხმო პროცესებს. დავიწყოთ ევროპაში მიმდინარე იმ ფორუმით, რომელიც G7-ის ფარგლებში შედგა, სადაც ძალიან ბევრი ასპექტი დავინახეთ ჩვენ, ბევრი შეფასება მოყვა ამას, თუმცა ყველაზე საგულისხმო ალბათ ამ შეხვედრის ფარგლებში არის, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის რაღაც ეტაპზე უკვე სერიოზულ დონეზე დასრულების ხელმოწერა საბრძოლო ურთიერთობებისა ირანსა და ამერიკას შორის. ყოველ შემთხვევაში წინაპირობა ამისი არის, ფურცელზე ეს ნელ-ნელა გადავიდა როგორღაც და მიდის იქითკენ რომ საბოლოო დოკუმენტის სახე შეიძენს, თუმცა იმდენად ცვალებადია ყველაფერი და შეფასება და მხარეების განცხადებები, რომ რაღაც გრძელვადიანი სტატუს კვოს სამხრივ არსებობა რთული პროგნოზირებადია. მეორე მხრივ ჩვენ ვხებულობთ მოცემულობას, თითქოს აქით აღმოსავლეთით არსებული ეს სირთულე და ცეცხლი მინელდა და ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე ასია. მეორე მხრივ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენგან რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება უკვე გადავიდა იმ მოცემულობაში, რომ დრონების მეშვეობით საერთოდ სხვა სამხედრო პროცესს ვღებულობ და ვხედავთ დაპირისპირებისას და ცეცხლი პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობით უკვე რუსეთის დედაქალაქამდე აღწევს და ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ იბომბება იქვე ახლოს მდებარე ნავთობ გადამამუშავებელი სისტემა. ჩვენ ძალიან ხშირად მოგვისმენია, რომ მხარეებმა ენერგო რესურსებზე იერიში არ უნდა მიიტანონ და ჰუმანიტარული და ასე შემდეგ, თუმცა იქ მიმდინარე საბრძოლო პროცესები ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ყველაფრისთვის არ და ვერ იცლის. მოკლედ, აქით თითქოს ქაღალდზე დამშვიდ და იქით საერთო სხვა მოცემულობაა და ძალიან ბევრი მინიშნება იყო იმაზე, რომ ტრამპი, რომელიც ჩადის ევროპაში, შეიძლება ამ პროცესებმა და ევროპელი ლიდერების ჩართულობამ და მათმა რიტორიკამ მისი დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის საომარ პროცესების მისი სურვილი ჩვენ ბევრჯერ მოვისმენთ, რომ უნდა დასრულდეს, ამ მხრივ შეიცვალოს. და მოგეხსენება თქვენ სამხედრო პროცესები მერე ზეგავლენას ახდენს ხელშეკრულებას თუ საერთო ენის გამონახვაზე. შესავალი ეს ასეთია, ასე ვთქვათ, ინფორმაციული, იმიტომ გავაკეთე, რომ ეს არის ის რთული და მიმდინარე მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც ალბათ დღეს აეწყობა უახლოესი პერიოდის გეოპოლიტიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის და მერე უკვე ჩვენ რეგიონზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების როლი რუსეთ-უკრაინის კრიზისის დასრულების საქმეში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის გვირგვინი იყო ალასკაზე ორთვევის შეხვედრა, რომლის ფორმატში საერთოდ არ იგულისხმებოდა ევროკავშირის მონაწილეობა. და მთელ რიგ შემდგომ შეხვედრების დროს ევროკავშირი იყო საერთოდ იგნორირებული და ამას ხედავდა მთელი მსოფლიო. ამას ხედავდა ის ძალაც, რომელიც რეალურად მართავს იმ ევრობიუროკრატიას, რომელიც რეალურად არსებობს, ჩვენ მას ვუწოდებთ deep states, ისევე როგორც მაგას უსწოდებს deep state-ად დონალდ ტრამპი, რომლის არსებობა ლიბერალურ და გლობალისტურ წრეებს ასწამთ, არ სჯერა, მაგრამ ის არსებობს. ამიტომ ეს იგნორი ევროკავშირის და deep state-ის პოზიციების დასუსტება რუსეთ-უკრაინის ომში მასზე ზეგავლენის, კონტროლის, მონიტორინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იყო გამაღიზიანებელი ევრობიუროკრატიისთვის. ამიტომ საჭირო იქნებოდა და ამაზე ბევრი დაწერილიც მაქვს, თქმულიც მაქვს, რომ გარკვეულ ხაფანგში მოექციათ დონალდ ტრამპი, რათა დაესუსტებინათ მისი პოზიცია, პიროვნულად კი, პოლიტიკურად, რეპუტაციულად და დაესუსტებინა მისი პოზიციები და როგორც კი დაიწყო ეს ავანტიურა ისრაელის მიერ წაქეზებული, რომელშიც ჩაება დონალდ ტრამპი, თავიდანვე ვიძახდი, რომ ეს არის ხაფანგი.
ეს არის ირანული ხაფანგი, საიდანაც გამოსვლა დონალდ ტრამპს ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ეს 14 პუნქტიანი მემორანდუმი თითქოს და ბევრის თვალსაზრისით არის ტრამპის სისუსტის დეკლარირება, ჩემის აზრით ტრამპს სხვა საშუალება არ ქონდა გამოსულიყო ამ ხაფანგიდან ასეთი დიდი ოსტატობით და ამ ოსტატობას გავშლი კიდეც. ჯერ ერთი ის არ მოევიდა საკუთარ გუშინდელ მეკავშირეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს არანორმატიული ლექსიკის გამოყენებითაც კი მieნიშნებინა რას ფიქრობს ის მასზე და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთზე. ეს ერთი. მეორე, თუ მიმდინარე ევროპაში ეს G7-ის ფორმატში ვინმეს გაუჩნდა ესეთი შთაბეჭდილება, რომ დასუსტებულ ტრამპს ეხლა ჩავწიხლავთ ჩვენ აი ამ მემორანდუმის ხელმოწერის ფონზე, ხო? ტრამპმა ძალიან ესეთი ოსტატურად მისთვის დამახასიათებელ მანერაში გუშინდელ სხდომაზე დააგვიანა სიტყვებით მე ვარ ბოსი, კი, და აგზნობინა მე ვარ ბოსი. და იმ მემორანდუმით, ხომ, ფაქტიურად ის დასუსტდა თუ მან დაუმცხვია ის იმედები, რომ ამ ხაფანგიდან ტრამპი ვერ გამოვიდოდა. ტრამპმა ფაქტიურად წერტილი დაუსვა იმ 10 წლეულობით გამოცხადებულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ. მან ფაქტიურად გაუხსნა გზა ირანის ხელისუფლებას იმ დაყადაღებული აქტივების მიმართ. მან ფაქტიურად ას დიდი პრობლემა აწარმოადგენდა ამ მემორანდუმით იმ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის გაგრძელება ირანის მხრიდან და ყოველ შემთხვევაში მე ამაში დავინახე იმ ფონზე, რომ ამას წინ უძღვოდა ტრამპის პირდაპირი აგრესიული, მე ესე ვიტყოდი, დამოკიდებულება და განცხადებები ბენიამინ ნეტანიაჰუს მისამართით, მან თავის მოწინააღმდეგებს და მათ უკან არსებულ ძალებს, deep states უთხრა, რომ იცით რა, მე არ ვაპირებ ჩემი წინამორბედის ბაიდენის მსგავსად იმ სიტუაციაში, სადაც რაღაცა უნდა აღიარო, მაგრამ ეს აღიარება პოზიტივად და ბენეფიტად გადააქციო საკუთარი თავის და მშვიდობის, ეს არის ყველაზე საყვარელი თემა, ხო, ბაიდენის. მას შეუძლია, აი ტრამპის, ხო, მას შეუძლია აი ეს მშვიდობა ამ მემორანდუმშიც კი დაანახოს მსოფლიოს, რომ დიახ, ის არ არის ჯალათი, დიახ, მას შეუძლია გარკვეულ შეცდომებზე პასუხიც აგოს და მისთვის მთავარია ახლო აღმოსავლეთში დამყარებული მშვიდობა. ვისთან? დიახ, ირანთან პრაგმატული ურთიერთობების სახით. როგორ, თუნდაც ასე? ბატონო, დიახ, თუნდაც ასე. ბატონო დავით, რადგან ამ თემას შეეხეთ, თქვენი აზრი იქნება საინტერესო. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ერთგვარი ყულფი იყო და პოლიტიკური ხაფანგი, გეოპოლიტიკური ხაფანგი, რომელთანაც ყოველთვის ახლოს იყო, მაგრამ თუნდაც იგივე ბაიდენი ლავირებას მაინც ახერხებდა და აგერ ბატონი ტრამპი იმასაც ხუმრობს, რომ მილიარდზე მეტი თანხა ქეშად გაუგზავნა, რომ მოესყიდაო და მე ეს მაინც არ მიქნიაო, ანუ ამით არაფერი გამოვიდაო. ჩვენ გვახსოვს ეპშტეინის კუნძული და ეპშტეინის ფაილები. როგორი მითქმა-მოთქმა იყო და არ ვიცი ეს დამთხუა იყო თუ შემთხვევითი ამბავი, შეუმთხვეველი თუ შემთხვევითი შეგნებული თუ შეუგნებელი, სწორედ ამის მერე ჩვენ ვხედავთ აი ამ კრიტიკულ მოქმედებას უკვე, რომელიც გრძელვადიანად გადახურდავდა სამხედრო მოქმედებაში ირანთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. იმიტომ რომ მანამდე იგივე ბაიდენის შემთხვევაში არ იყო ეს ამ დონემდე და ტრამპის შემთხვევაში ჩვენ ადრე გვახსოვს რამდენიმე დაბომბვა იყო ისიც სპეციალური სამხედრო ხომალდებით და ამით დასრულდა ყველაფერი და დაახლოებით მე მგონი ამას ელოდა მთელი მსოფლიო. მოკლედ ეპშტეინის ამბები მე ავხედავთ რომ უკვე რეალური საბრძოლო მოქმედებებია და ბევრი სწორედ ამას უკავშირდებოდა და ესეც იყო ერთ-ერთი მექანიზმი, რის გამოც ზოგადად ამერიკის ეს მიმდინარე ადმინისტრაცია ამ ომში ჩაება. თუ ეს ლოგიკა ასეა, და თქვენ deep state-ი ახსენეთ, რომელთაც უკავშირებენ ამ ყველაფერს. ახლა საბოლოო შედეგი შევხედოთ, რომელიც უკავშირდება ირანის გაყინული აქციების გალღობას ფიქალებში და მათი მხრიდან
ის რითიც შეკავება ხდებოდა ამდენი წლის განმავლობაში და რამხელა რესურსი რო გქონდათ რომ კიდე ახერხებდნენ არსებობას ლეგალური თუ არალეგალური გზით ნავთო პროდუქტებით თავისუფალი ისე ვაჭრობის და აქაც ამერიკამაც თავისი პოზიცია იიპოვა და იქაც თავისი ნიშა აქვს. ანუ თუ ეს ლოგიკა არის რომ რაღაცა დაინტერესებული ჯგუფები ამ პროცესს ასე მართავდნენ, სწორედ მათი მიზანი იყო რომ ირანი როგორც ბირთვული შესაძლო იარაღის ფლობელი ბუა მუდმივად იყოს საფრთხე მთელი დასავლეთის და ეს იყოს მიზეზი ამ რეგიონში ისრაელის გაძლიერების, გამართლებისა და ლეგალიზებისა. ზოგადად დასავლეთის ძალების. ხო, მაშინ ამ მოცემულობაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამდენი წელი გრძელდებოდა სანქციების სახით, ამ ომის მერე ესეც გაქრა. ანუ რა გამოვიდა ამერიკის შეიძლება ასე ვთქვათ, ასეთი შეფასება რომ ამერიკის მიმდინარე ადმინისტრაცია იძულებული გახდა საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო და შემდეგ თუნდაც ამ მოქმედებებით დაესრულებინა მიმდინარე პროცესები და საერთოდ სხვა მოცემულობისთვის გაეხსნა კარი რაც გულისხმობს ირანის ჩართულობა საერთაშორისო ეკონომიკურ თუ თანაცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, ეს ხო მეორე პირობითაც დაინტერესებული მხარის თუ მხარეების მიზანს ნაკლებად ემსახურება. მე ამ აზდღიანი ირანული კამპანიის ლოგიკას განვარცხოთ. პირობებში რაც მკაფიოდ დავინახე და ეკონომისტებიც მთავრდებიან ამაში, იმ სპეკულაციური საბირჟო ფასების ხან აწევით, ხან დაწევით ნავთობზე, ხომ და ტვირთგამტარობაზე იმ ორმუზის ყურის მეშვეობით საკმაოდ სერიოზული მოგება ნახა არაერთმა ოლიგარქიულმა ოჯახმა, რომელიც აი ამ ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული. ანუ წმინდა ფინანსური და ბიზნეს თვალსაზრისით, ხომ, მე არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წამგებიანი ყოფილიყო ის, რაც ვენესუელაში მომხდარი პროცესების შემდეგ უნდოდა არ უნდოდა ირანში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის გამო რეგიონიდან, რადგან ქვეყნები ტრადიციული ნავთობით ვერ ამარაგებდნენ სოფლიოში, თავარ ექსპორტირებდა იქ ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, დიახ. ამიტომ თუნდაც ის პერიოდი. კი, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ეხლა ტრამპს განვიხილავ როგორც ბიზნესმენს და ფინანსისტს, ტრამპს არაფერი არ წაუგია და არაფერი არ დათმო ამ თვალსაზრისით. ყველაზე მძიმე სიტუაციაში ჩემის აზრით ეხლა არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შემოდგომაზე ელის ძალიან სერიოზული არჩევნები, სადაც წყდება მისი და მისი გუნდის მომავალი ბედი და აი ამ ირანის კამპანიიდან რითი შეიძლება წარსდგეს ნათანიაჰუ საკუთარი ამომრჩევლის და საკუთარი ქვეყნის წინაშე. იმიტომ რომ ვერაფერ იმ მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოოპერაციაში თუ მის გარეშე მან ვერ მიაღწია. მან დაძაბა საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები, დაძაბა იმით, რომ ურჩობა გამოიჩინა იმ ხელშეკრულებების და მოლაპარაკებების მიმართ, რომ ლიბანზე უნდა შეჩერებულიყო ტრამპის მიერ დამყარებული, ასე ვთქვათ, მშვიდობა და დაპირება, მან ეს არ გააკეთა, მან დაარღვია მთელ რიგ კომპონენტში ის თავიდანვე დათქმული რაღაცა პირობები, რამაც კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოიწვია ძალიან სერიოზული გაუცხოება და სერიოზული წყალგამყოფი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის. მაგრამ ტრამპი იმდენად ხელოვანია ყველაზე რთული მდგომარეობიდან რაღაცა გამოძრომის და გამოსulis, ხომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც კი გამოიყენებს სათავისოდ. შეიძლება ამას არ კონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა, ხომ? მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ თითქოს და პროირანული მემორანდუმის სახითაც მან შეიძლება აი ის ალოგიკური, მაგრამ ის დივიდენდები მოიპოვოს, რომლის დაანონსებითაც დაიწყო თავისი საპრეზიდენტო წინსვლა, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწია, მაგრამ მისი ამოცანა 4 ივლისს 250 წლისთავი რომ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, ხომ, რაღაც ისეთი კამფეტი შესთავაზოს ამომრჩეველს, ისე შეფუთოს ის, რასაც ეწერება თუ მოეწერა უკვე ხელი, რომ ყოველ შემთხვევაში ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს. ნაკლები დანაკარგებით იმასთან შედარებით,
თუ რა კამპანიას ჰქონდა მისი წინამორბედის დროს ადგილი მაგალითად ავღანეთში. ავღანეთში ხო, რომელიც ასევე არ შეიძლება ბაიდენის ადმინისტრაციის მისი რეჟიმის გამარჯვებად იქნას აღქმული, ხო? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატების, ხო, თალიბანის ხელისუფლების სახით მან მიიღო სწორედ ავღანეთში ბაიდენის მიერ დატოვებული მრავალ მილიარდიანი შეიარაღება და ინფრასტრუქტურა, ხომ? ამიტომ აი ის უფრო მნიშვნელოვანია ანტითეზად წამოყენების თვალსაზრისით, ვიდრე აი ეს მოჩვენებითი და გაუგებარი და იგივე ალოგიკური რაღაც ურთიერთობების დათმობა ირანსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ყველაფერს შეიძლება აქედანაც მოუარო და იქიდანაც მოუარო ჩემო ბატონო ზაზადა. ნახოთ როგორ გამოძურება 4 ივლისისთვის ტრამპი. ბევრი ანალიტიკოსი, იყო რამდენიმე შედარება ასეთი ამ მოცემულობის სირთულეებისა, რომ თქვათ ისრაელის მოქმედი პირველი პირისთვის მნიშვნელოვანი არის ახლა აი ეს საბრძოლო საშიშროება ირანთან მუდმივად იმისთვის, რომ იგი დარჩეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე, მაღალ პოზიციებზე. მით უმეტეს მოახლოებული არჩევნების ფონზე და ჩვენ ადრინდელი შეფასებებით შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა იგივე პუტინზე საუბრობდნენ, რომ სამხედრო დაპირისპირება იგივე ჩეჩნეთში და სხვაგან მას სჭირდებოდა იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკური საკვები ქონოდა ამ ომით, იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ მე თუ არა, აბა სხვა ვინ და როგორ. და ახლა გასაგებია, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მისთვის შიდა პოლიტიკურ ველზე ნეგატიურადაც იმოქმედოს და ბევრია საუბარი იმაზე, რომ ისრაელში ოპოზიციას მეტი საშუალება მიეცემა. აქვე კიდევ ერთი დეტალი არის, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ საერთოდ ევროკავშირი უკაცრესად გმობს ისრაელის უკანონო დასახლებებს და ეს მშვიდობის მიღწევას ართულებს. ანუ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაღალი ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან ასეთი მკვეთრი განცხადება. ეს გასაგებია მოყვა იმასაც, რომ აი ეს მოცემულობა კიდევ უფრო გართულებულია და ასე ვთქვათ განხილვის საგანია, კითხვა მიმყავს საით. თუ თქვათ მოვიდა ოპოზიციური ძალა ისრაელში და მათი ინტერესები რა შეიძლება უნდოდეთ, მაგრამ ისეთი მოცემულობა რომ ასე ადვილადაც ვერ შეიძლება, ხო, იმიტომ რომ უსაფრთხოების სხვა გამოწვევები აქვს ამ ქვეყანას, აბსოლუტურად არასტანდარტული შეიძლება ითქვას, ისეთ გარემოცვაშია, ხო? და ის რასაც თქვათ ტრამპი ხედავს ირანთან თქვათ კონსტრუქციული დიალოგისა, როგორ გაგრძელდება ეს კიდე ცალკე საგანია. აი ამ ყველაფრის ერთობლიობა შექმნის იმ გარემოს, რომ იმ სივრცეში ისევ ეკონომიკურმა ფაქტორებმა და შესაძლებლობამ გადაწონოს ცეცხლი და სამხედრო დაპირისპირება? ისრაელი არის ყველაზე არაპროგნოზირებადი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთზე. მიუხედავად იმისა, რომ 48 წელს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში იგივე თქვათ სტალინის მიუღია ძალიან სერიოზული მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოკოსტი გაიარა ებრაელმა ხალხმა და ფაქტიურად საბჭოთა კავშირს რომ არ გაემარჯვა იმ ომში, ხომ? არ ვიცი რა დონის ტრაგედიამდე მივიდოდა იმ საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოველების დონეზე მყოფმა ებრაელებმა და რა ტიპის ტრაგედიას ექნებოდა ადგილი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან საშინელი სანახაობაა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს 48 წლის მოვლენებს, როდესაც ახალ ჩამოყალიბებულ ისრაელის სახელმწიფოში დაიწყეს პალესტინელი სოფლების ისეთი სისასტიკით განადგურება, რომელიც აი ჰოლოკოსტ გამოვლილ ადამიანებს თითქოს არ უნდა ქონოდა იმ საკონცენტრაციო ბანაკების მეხსიერებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ალონ შვარცმა გადაიღო საშინელი ჩემის აზრით დოკუმენტური ფილმი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს აი ამ გაუგებარ ალოგიკურობას ისრაელის როგორც სახელმწიფოს ქცევაში. ამ ფილმში არის გამოყვანილი იმ ვეტერანებთან საუბარი,
რომლებმაც 48 წელს კონკრეტული პალესტინის დასახლების განადგურებაში მიიღეს მონაწილეობა კოლექტიურ გაუპატიურებებში აი ენით აუხსარელ სისასტიკეში, მაგრამ ამას ყვებიან ისეთი სიამოვნებით, ამას ყვებიან ისეთი ნოსტალგიით, რომ როდესაც აი ამ ყველაფერს უყურებ, ხო? ჩვენი გადასახედიდან, ხო? კიდე ევროპული, კიდე კავკასიური, ცივილიზაციური გადასახედიდან გამომდინარე, ხვდები, რომ ამ მოცემულობის ჩასმა იმ ჩარჩოებში, სადაც რაღაცა ლოგიკა დევს, გეოპოლიტიკა დევს, გეოეკონომიკა დევს, შეუძლებელია იმდენად მძაფრია ის რაღაცა ისტორიული მიუღებლობა უცხო ტომელების, მოდი ესე ვთქვათ, მათ გარშემო, რომ ოპოზიცია შეცვლის ამ პოზიციას და ის ოპოზიცია გაიგივებულია უფრო ისეთი ლიბერალურ გლობალისტური ხაზის მხარდამჭერებთან, ხომ? რასაც ერქვა თავის დროზე ბაიდენის კურსი და დემოკრატების კურსი, ხომ? მე ვერ გეტყვით ამ ჩანაცვლებით რა შეიცვლება ამ რეგიონში. ძალიან ძნელია. აი ჩემთვის არის პირადად აი ალოგიკურია ეს ეთნოსი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. თორემ ხალხის მიმართ მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა და ის რაც თქვენ აღნიშნეთ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, მათ შორის დარწმუნებული ვარ ებრაულისთვის, ესეთი ფაქტები მიუღებელია, ზოგადად რეგიონი მართლაც რთულ მოზაიკას წარმოადგენს და იქ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული გამოწვევები გააჩნია, როგორც ისრაელს, ასევე მის მეზობელ სახელმწიფოებს და ზოგადად რთული რეგიონია, ხო? იქ ზოგადად ყოველთვის მთავარი გეოპოლიტიკური ტექტონიკური ძვრები ყოველთვის იგრძნობოდა. უბრალოდ ერთადერთი რასაც მე ვარაუდობ და ვხედავ, რომ აი იმ ბრძოლაში, ხომ, ამ მუდმივ ბრძოლაში გარემოსთან და მეზობლებთან და ირანთან მით უმეტეს თუ ნეთანიაჰუს თუ მის თქვა სავარაუდო საშემოდგომო შემცვლელს შეიძლება ქონოდა ჯერ კიდევ ტრამპის როგორც მეკავშირის ხომ პარტნიორის რაღაც იმედი, მე მგონი რომ ამ მემორანდუმის ხელმოწერით ამას დაესვა მკაფიო პასუხი. ეს იმედი ცოტა სხვა გამოწვევასთან გვაქვს მე საქმე ჩვენ ვიცით რომ ასია თუ ისეა ამერიკა განიხილავს როგორც სტრატეგიულ ფორპოსტს ისრაელს ამ რეგიონში და ისრაელისთვის ის არის მთავარი ზურგი და ნუ ეს მთავარი ღერძი თუ აღარ იქნება მე საერთოდ რთული წარმოსადგენია. მოკლედ იმედია რომ მშვიდობა იქნება ამ რეგიონში აბსოლუტურად მშვიდობას ვისურვებ და ვუსურვებთ ყველა მონაწილეს. ახლა თუ შეიძლება რამდენადაც მოვასწრებთ აქეთ ჩვენს მეზობელ ორ სახელმწიფოს შორის ჩრდილოეთში მიმდინარე პროცესების შესახებ თქვენეული შეფასება, იმიტომ რომ დრონებით საერთოდ იცვლება სამხედრო ფორმატი და ეს რაღაცა სხვა შესაძლებლობებს რამდენად უხსნის პოლიტიკოსებს, რომ რაღაცა დონეზე გადაინაცვლოს საერთოდ სამხედრო დაპირისპირებიდან ამ ყველაფერმა დიპლომატიურ დიალოგის ფორმატში. უკრაინაშიც, რუსეთშიც, ევროპაშიც, მსოფლიოშიც ჩვენთანაც ყველა თანხმდება ალბათ ნელ-ნელა იმას, რომ ეს ომი 53 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი პატურ მდგომარეობაში შევიდა. აი ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ისეთ პატურ მდგომარეობაში შევიდა, რომ ეს დრონებით ომის გაგრძელება და გამძაფრება, ხომ, ამ დრონული შეტევების, ეს არის რაღაც სასოწარკვეთილების ნიშანი ჩემთვის პირველ რიგში. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა სტატისტიკა. აი წარმოიდგინეთ 53 თვე მიმდინარეობს ეს ომი და თუ კილომეტრაჟის ტერიტორიის რაოდენობით ვიმსჯელებთ ხომ რუსეთის მიღწევაზე ამ 53 თვის განმავლობაში ეს არის 8600 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია. ეს არის წარმოვიდგინოთ ჩვენი მასშტაბით, ეს არის კახეთის რეგიონი გამოკლებული საგარეჯოს რაიონი რა. აი წარმოიდგინეთ 53 თვის განმავლობაში უძლეველი თითქოს და არმია, ჯარი რუსეთის სახით ფლობს თავის კონტროლს, რომელიც გარდამავალია. ხან აქეთ გადმოდის, ხან იქეთ გადადის 8600 კვადრატული კილომეტრი. 42 წლის ბოლოდან 45 წლის მაისამდე დასუსტებული, განადგურებული საბჭოთა არმია
თითქმის ურალიდან გადავიდა შეტევაში და მივიდა ბერლინამდე. წარმოიდგინეთ რა, მთელი ნახევარზე მეტი ევროპა ჩაიგდო თავისი კონტროლის ქვეშ და აი ეს 53,000 ესა თვე აი ამ ასე ვთქვათ კახეთის რეგიონის ირგვლივ ხომ არ განვითარებულა ეს სამხედრო ვთქვათ რაღაცა მიღწევები და ამ ყველაფერს მოყვა მილიონზე მეტი მსხვერპლი ორივე მხრიდან სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობის სახით ხომ მოყვა ათობით მილიონობით მიგრანტი შიდა მიგრაციაზე მაქვს ლაპარაკი და ქვეყნის დატოვების კუთხით ხომ და არ ჩანს აბსოლუტურად არაფერი არანაირი მზაობა არ ჩანს რომ აი ეს მარაზმი რომელიც აი არანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ გამარჯვებებთან არ არის დაკავშირებული არის ფსიქოლოგიურ ომში გადადის გასაგებია მე უკრაინელების ტაქტიკა ამ კუთხით ძალიან მისაღებია ჩემთვის იმიტომ რომ როდესაც მოსკოვის შემოგარენში ხო მის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში ხო ეს კაპოტინას ნავთობგადამუშავებელი ქარხანა ფეთქდება და როდესაც სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკის ფონზე ლამის სანქტ-პეტერბურგის რაღაცა ცენტრის გარკვეული ობიექტები ფეთქდება უკრაინიდან თუ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული ადამიანების მხრიდან აი ამ გაშვებული დრონებით ხდება ეს ყველაფერი ხომ? ამ ყველაფერს აქვს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ეფექტი რომელიც კი ბატონო ზრდის რუსეთში ამ ეტაპზე უკვე რუსეთში იმ სახელმძღვანელო რგოლის მიმართ მზად უკმაყოფილებას ელიტების სახით, კულტურის ელიტების სახით, პოლიტიკოსების სახით, დედაქალაქში, კულტურულ და რეალურ დედაქალაქში აღწევს ცეცხლი. იმიტომ ჩვენ თუ ადრე ვლაპარაკობდით, აი შაშანწინ ვლაპარაკობდით, რომ გამორიცხულია აი ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს ზელენსკის რეიტინგზე უკრაინაში, ნახეთ, რომ გამორიცხულია ამ ყველაფერმა უკრაინელი ხალხის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ზელენსკის მიმართ. ვიღას ახსოვს ზელენსკის ან მისი ადმინისტრაციის რეიტინგები დღეს ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ დღეს პუტინის რეიტინგები არის საფრთხის წინაშე, მაგრამ იმდენად პატური სიტუაცია, რომლის უკან დღეს ერთადერთი შანტაჟის ნახევარ ფრაზებით თუ მინიშნებებით არსებული საშიშროება, რომ ნუ თუ ძალიან ამომიყვანთ ყელში და სხვა საშუალება არ მექნება, მომიწევს ტაქტიკური კი ბატონო გამოყენება. ერთი საგულისხმო ინფორმაცია რომ ფინეთმა ბირთვულ იარაღზე ყველა შეზღუდვა გააუქმა. კი ბატონო. ფინეთი ეს იყო სახელმწიფო, რომელიც საერთოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთანაც მისი დამოკიდებულება ვიცით და მისი გეოგრაფიული მდებარეობაც ვიცით და რუსეთის ყოფილი იმპერიის ნაწილი. ხედავთ აქაც როგორი იცვლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე დამოკიდებულება ან ბირთვულ იარაღზე შეზღუდვის გაუქმება. და პარალელურად რაც მთავარია, ფინეთის პირველი პირი, იტალიის, გერმანიის არ გადის რომ ახალი განცხადებებით არ გაგვახარონ, რომ ისინი მზად არიან პუტინთან მოლაპარაკებების გამართვაზე. ანუ მიდის აი ეს რაღაც ორივე ხელის კლასიკა გრძელდება, იარაღი და დიალოგი. დიალოგი და იარაღი. კარგი, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიწყეთ აღმოსავლეთში არსებული სირთულეებით, მაგით უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე დაუჯერებელი ამდენწლიანი საბრძოლო დაპირისპირება და ჩვენ ამასობაში ვაკვირდებით პროცესს, როდესაც დიდ გეოპოლიტიკურ არენაზე საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ირანით დავიწყეთ საუბარი და საგულისხმოა, რომ ირანთან ამ დოკუმენტის კონტურები კიდევ უფრო გამოიკვეთა და საბოლოოდ შეთანხმების ფორმა და სახე მიიღო, ალბათ იმის შემდეგ, რაც დასრულდა ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტი და დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ეს შეხვედრა აუდიენციაც ბევრი კუთხით განმაპირობებელი იყო შემდეგი მოვლენების განვითარების შემდეგი სცენარისკენ. დიახ. და დავაკვირდებით კიდევ რა როგორ იქნება. მეორეს მხრივ ჩვენ ირანზეც და ირანის როლსა და ინტერესებს ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ აი ამ ჭრილში სულ უფრო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ხდება ეს სივრცე ამიერკავკასიისა, რომელიც დღეს
ყველაზე კვეთრად და ცალსახად მოქმედი სახმელეთო კორიდორია აღმოსავლეთსა და აზიას შორის. აი ამ მოცემულობაში, როცა ჩვენ გარეთ აი ასეთ სირთულეების წინაშე ვართ, მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური პროცესებიც, სადაც ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით მორიგ არჩევნებს, სადაც ჩვენ ვხედავდით გაერთიანებულ ოპოზიციას, ახლა ეს ოპოზიცია ისე აღარ არის გაერთიანებული, როგორც რამდენიმე ხნის წინ იყო ეს მორიგი გაერთიანებაც და საინტერესოა თქვენეული შეფასება ამ გლობალური პროცესების ფონზე, როგორ უყურებთ და აფასებთ მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებს. ნუ ჩემთვის ეს მოვლენები ორ განსხვავებულ სიფრთხეში და ჭრილში წარიმართება. ერთი არის რაღაცა სიურრეალისტური პარალელური სამყარო, მეორე არის რეალობა. ამ რეალობაში საქართველოს როლი დღითიდღე იზრდება იმ ხაბების მოპოვების და იმ გეოეკონომიკური ცენტრის სუბიექტობის მოპოვების თვალსაზრისით, რომელსაც ყველა აკვირდება, ყველა თანხმდება, გარდა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა და მათი საერთაშორისო ლობისტების. ეს არის ყველაზე საინტერესო. თქვენ ვერ ნახავთ ჩვენს უბრალოდ მათ მედია სივრცეში რეალურ გაშუქებას იმ პროცესებისა, რომ მაგალითად ხვალ, ზეგ და მაზეგ საქართველოში გაიმართება ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ტექნოლოგიური ფორუმი, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას მრავალი ათასი ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ისეთი კორპორაციებისა ამ ტექნოლოგიურ ბიზნესში, როგორც არის Microsoft და ასე შემდეგ, რომლებიც სწორედ საქართველოს განიხილავენ ძალიან სერიოზულ ცენტრად იმ ტექნოლოგიური გარღვევებისა, იმ ხაბის თვალსაზრისით, რომელშიც გაერთიანებულია კოსმოსი, სატელიტური ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, ხო, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამიგეთ? ამაზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. ჩვენ შემოდგომამდე ღმერთმაქნას მშვიდობიანად მივიდეთ, ხო? შემოდგომაში უფრო მასშტაბური ეკონომიკური ფორუმი იქნება საქართველოში, რამაც წერტილი უნდა დაუსვას აი ნებისმიერ რაღაც ეჭვებსაც კი იმასთან დაკავშირებით ვართ თუ არა სუბიექტი გეოეკონომიკის, თუ ვჩებით ისევ გავლენების ობიექტად ვიღაცა დაინტერესებული ძალების მხრიდან. ამაზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და ჩვენ აი ამ პარალელური კურსით ხომ მივისწრაფით იმისკენ, რასაც ქვია ცენტრალური ადგილი, მონოპოლისტური თუ გნებავთ ადგილი ამ ეტაპზე იმ გლობალურ პროცესებს შორის, რასაც ქვია ტოკიო ლისაბონის ღერძი, ხომ? და მომავალში კიდევ ბომბეი და არხანგელსკის ღერძი, ხო, სიტყვაზე ვამბობ, ხომ? ამიტომ აი ეს გადაადგილებები, ხომ, აი ამ რაღაცა პარალელურ და ვირტუალურ სამყაროში, რასაც ქვია ხან პატრიარხატის მოსვლა ნაციონალური მოძრაობის სათავეში, ხან მატრიარხატით მათი ჩანაცვლება, ხომ? მე არ ვიცი, ვინმეს ინტერესს საერთოდ იწვევს საქართველოში. ჩემთვის უფრო დიდ ინტერესს იწვევს რაღაცა ახალი პოლიტიკური მიმდინარეობის არარსებობა საქართველოში. იმიტომ საზოგადოებრივ აზრს ხომ ვაკვირდებით, ხომ? ძალიან ბევრია რაღაცა საკითხები, კითხვები, რომელიც ითხოვს კონსოლიდაციას რაღაცა პოლიტიკური პარტიის ირგვლივ, რომელსაც ექნება მკაფი რაღაც მიმართულება და რომელიც ასახავს კონკრეტული სეგმენტის, ხო, ამომრჩევლის სეგმენტის რაღაც დღევანდელობას და მათ მისწრაფებებს, ხომ? არ არის ესეთი აც ძლიერი პარტიები ჩდება, აც ლიდერები ქარიზმატული, რომლებიც მკაფიოდ იტყოდნენ, რომ ხო, კი ბატონო, იმიტომ მიდის ეს ყბათ აღებული იგივე 78 მუხლს არ შემიძლია არ შევეხო. სანამ ეს მუხლი კონსტიტუციაშია შეტანილი და მე კონსტიტუციას პატივს უნდა ვცემდე განსხვავებით რადიკალური ოპოზიციიდან, ხო? შევეშვათ რა აი ამ სპეკულირებას, როდემდე უნდა იყოს ეს მუხლი, თუ როდემდე არ იყოს. ამ მუხლის სიტყვაზე ვამბობ, ჩანაცვლების მსურველი თუ ბევრია ამ ქვეყანაში, უნდა შექმნან, ან უკვე ვიღაც შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითავოს თავის თავზე ფლაგმანი, ხომ? კონსტიტუციური გზით, კანონიერი გზით რაღაცა კონსტიტუციის ცვლილებების თვალსაზრისით, მაგრამ აც ესეთი ძალა ჩანს, აც საზოგადოებრივი მოძრაობა ჩანს მკაფიოდ. ამიტომ შევეშვათ იმ მატრიარხატ პატრიარქატზე არსებულ რაღაცა ცვილის ფიგურებით გავსებულ რაღაც ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ პარტიებს. დაუბრუნდეთ იმას, რომ გჭირდება ჩვენ ახალი ხედვა, ახალი ძალა, რომელიც სამწუხაროდ ან არ არის აღმოცენებული ჩვენს პოლიტიკურ ველზე, ან არის, მაგრამ ჯერჯერობით სუსტათაა მისი ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. გასაგებია. მადლობა ამასობაში ამოეწურა ჩვენი საერთოდ დრო თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის, ანალიტიკოსი ბატონი დავით ქართველიშვილი იყო ჩვენი სტუმარი დროებით.